მეცადი სიტუაცია მოყევი რა ხდება ესე იგი ახლა აეროპორტში მოვედით თბილისის აეროპორტში შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოვედით და თამარას ნახევარი ჩათა მოალაგებინეთ ნახევარი ჩათა წიგნი შარვალი ბოტასი ხალხ ჩინეთიდან მოგამეთ ჩინეთში მიქონდა რა ანუ არ იცის არავინ ჩვენ სად მივდივართ ხო და მე ლელა მეკითხება ძირითადი ჩინური რაღაც პრობლემა ხალხო ჩინეთში მივდივართ ყველაზე მაგარი ის არის რომ მე და თამარა მივდივართ მარტო არა მე შევჯექი ჯიპიტიზე არა ეს არ წავიღო გაფრინდა თვითფრინა ბოდიში არის დუეიბუჩი მიდი მადლობა როგორ არის ჩინურად მადლობარი CSF CSC აი ეს დამრჩა მე უნდა თქვა სადაც ტუალეტი როგორ საინალი ხო და ვასწავლი ხათ გაფრინამდე ლელას ვასწავლი ცოტა ჩინურ ფრაზებს რა იქით რომ გულიგზებს ინგლისურად არ გაცემა პასუხს აი ყველაზე ძალიან სახალისო მოგზაურობა იწყება ნახე რა საყვარელი პანდა ეს არის მე ეს ავარ მე მანახე შენიც მანახე თუ არა პანდები გახდებით ეს ახარ შენ როგორ ხარია თათულიკა ჩინეთში რომ მიდის კარგია დასაწყისი ემოციებიც სავსეა პოზიტივით სავსეა და კარგ გზავრობას გისურვებთ რა აუ ნახე რა სამსუყურებ საყვარელია დიდი სამბეთი წამოვიღე ხა სამგზავრო ბალეში და რაღაცა ცხელი თბილი ჟაკეტი, მაგრამ რა თქინდა, აი, ბალეში წდევს. და დილაც. ასე რომ თუ ჩინეთში მოგზაურობას გადაწყვეტავ, იცოდეთ რომ თბილი ადილა და სამგზავრო ბალეში, აი ესეთი. აუცილებლად დაგხვდებათ. მედი მანახი რა გემრიელობები გვაკიტანის მაინტერესებს. ვაუ. საკმაოდ დიდი დაფა, თანაქეთ რა გაქვს კარაქი, აქ კიდე რაღაცა სალატა, ხილი, ჭიქა-წვენი, რა ვიცი. მეც ანალოგიურია აქ. აი ესე გამოიყურება ურუმჩის საერთაშორისო აეროპორტი. ჩამოვედით დაახლოებით 6 საათიანი ფრენაა დაახლოებით. არც ისე დამღლელი. მოკლედ ახლა პასპორტ კონტროლი უნდა გავიაროთ და გავალთ იქით წესით. სასტუმროდან უნდა დამხვდნენ ტრანსფერი მაქვს. შეკვეთილი და იმედია დამხვდებიან და გავალთ აქეთ. ესე იგი ესეთი აპარატი დგას, ცხელი წყალი, ცივი წყალი, უფასოა, მოხვალ, აი ეს დააწვევი ღილაკ, ცხელი წყალი ჩამოვა, დააწვევი ღილაკ, ცივი წყალი ჩამოვა. აეროპორტიდან გამოხვალ თუ არა ეგრევე აი ესეთი სიტუაცია და მე და თამარა ვფიქრობთ ახლა აქ რა უნდა ვქნათ. ანუ სავარაუდოდ რიგის მიხედვით გადიან და ალბათ პირველი ადამიანები ესენი არიან ახლა ვინც გავლენ. მძღოლი და თამარა. გაია? კაი, ლელა. ერბო და კონიკონია. ხოხენ ხალხო. ქართულად ეუბნება ჩინელ ძღოლს ერბო და კონიკონია. აი ეს არის ხარინდოიჩი მიკი. სიცოცხლობა. ძალიან გიჟი ხარ თამარა. ჩამოვიდი. აქ ცხოვრობ. ვაიმე.
რატო გადაგვიღო კამერა მექი? მოკლედ მივდივართ ახლა ჩვენ სასტუმროში, რომელიც აეროპორტიდან არის დაახლოებით რამდენი კილომეტრში, დაახლოებით 40 წუთი გვინდა რომ ვიაროთ და უწებუწებ. იო. ვიუ, აქ ჩადევიშუქიავან თოთავა. აგვინე მე ხელა ხوار იგუგუნებს. კაი, ფარდები გადავწიოთ, თან ტერასა გვაქვს მგონი. ვაიმე, ღმერთო, აიმართლა ყველაფერი ჩინურად. აბა. მე მარჯვნივ წები, მე. მიდი. გადაწიე. ვაუ. გოგო თვითონ მიდის. ვაუ, ესეთ რამე გინახია. თავისით იწევა ფარდები. არ გადახტე. ერთი არ გადახტებოდა, მეტი არ ფერი მინდა. გამოიწევ მანახე ხედი. ვაუ, რა მაგარი ხედი გოგო. აი, აუცილებლად გასხოთ უნდა განახოთ როგორ გამოიყურება ესეთი ჩვეულებრივი საბაზანოა. და აი აქ ჩვეულებრივად ესეთი ძალიან სუფთა თეთრეულია. ესეთ საცალკე ლოგინებია, ესეთი. რა ვიცი, კომფორტული ოთახია. წყალი, ყავა, ჩაი, რაღაცა ყველაფერი, ესე ტელევიზორი. საუზმე შედის. მოკლედ, მე მგონი ისეთ ქალაქში ვართ ახლა, რომ თლაც არც ჩინეთია და თან ჩინეთია. არ ვიცი ხა ეს რანაირად უნდა ვთქვა. ასეთ სიტუაცია მჩება ახლა გარშემო რომ ვუყურებ სახლებს, რომ რავი, თბილისში ვარ, რომელიღაცა. მოკლედ, გუშ ჩავაფრინეთ ახლა ჩინეთიდან. ეხლა ხან გამოვედით სასტუმროდან, გვეძინა, იმიტომ რომ ძალიან დაღლილები ვიყავით და პირველი რა თქმა უნდა რომ გაიღვიძებ და ქალაქში რომ გამოხვალ რა არის, უნდა აუცილებლად დააგებინო აქაური საჭმელი. პირველი გასტროტური იწყება ახლა. პირველად შევდივართ სადღაც, არ ვიცი, რესტორანია თუ კაფე თუ რა მნიშვნელობა აქვს და პირველად უნდა გავსინჯოთ ნამდვილი ჩინური საჭმელი. აი ესეთი რაღაცა საყვარელი კაფე რესტორანივით ვიპოვნეთ ჩვენი სასტუმროს გვერდით. თამარა უკვე შიგნი მელოდება, სრული შოკი აქვს, ვერ ხვდება საერთოდ რა ხდება, რა სიტუაცია შიგნი და რა უნდა გააკეთოს. აი, აქ შიგნი ჩუყურებ, შიგნი არის მაგიდები, ყველა მაგიდა შუაში აქვს აი ესეთი რაღაცა ტაფასავი, ჩუყურეთ, რომელიც ცხელდება, უნდა არჩიო შენ თვითონ აი ეგ საჭმელები, მოიტანო მე მაგიდასთან დაალაგო და შენ თვალწინ შეწვა და დაამზადო და შეჭამო, რაც შენ გაგიხარდება. ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან სუფთად გამოიყურება აქაურობა, აი 1000-ნაირი აქ ტკბილეულობა, ესეთი რაღაცა სასუსნავებია, მე ეს სუნელები, საწებელები, აი ნახეთ რა ხდება, ნივრები, მოკლედ ტკბილცხარე соуსები, აქეთ უკვე სოსისები, შემწვარი კარტოფილები, ჩიფსები. ძალიან სუფთად გამოიყურება, ძალიან გემრიელად. ერთ სულ მაგ ხა ამას როდეს დავაგემოვნებ, როგორც აღნიშნე, ძალიან ხშირია ორივეს, იქით არის უკვე ხილი. ნახეთ. მოდივარ. Sorry. Okay. და მინდა. დი, კრევატებს შევჭამ. ესენი რებია. აი ეს რა არის. ხო, არ ვიცი. And what this? ესე იგი, აქ სპეციალურად ნამავენ, რომ ცოცხლად შეინარჩუნონ პროდუქტი. ძალიან ჯანსაღად გამოიყურება ეს ყველაფერი. ის სოკოები არის გახვეული იმაში. მოკლედ, ეს ბიჭი გვეხმარება. Okay. ანუ ეს ყველაფერი მე ჩვენ თვითონ უნდა შევწვათ? Yes. Okay. აბადრიჯანი და რაღაცები არ მინდა, მე აქეთ იქით მირჩევნია რა. აი ესეთი ყაბაყი, ბადრიჯანი, აი ესეთი სოკოებია. Okay. აპურები. იქით რა ხდება? This one აი also მე, please. აი ცაგა. აჰა. კიდე რაღაცები გაქაღებული. ესე გაიქედან ირჩევ ყველაფერს, რაც კიდე რომ გასინჯო და დააგემოვნო. ამას ახლა ყველაფერს წავიღებთ ჩვენთან მაგიდაზე და მე შევწვავთ. აქეთ ხორცები.
ვაიმე, ძალიან საინტერესოა. აქ უკვე გამზადებული ესეთი რაღაცა პორციები. აი. ეს იგი პირველი რაც გააკეთე, ხა ეს გახურებული ტაფა, კარაქი აიღო, მოუსვა ამ ტაფაზე და ესე შემდეგ ესე იგი ყრის ახლა ამ ყველაფერს. ვაუ. ინტერესant გახსოვდა ხო? აჰა. საფის გამოგვიარა დედას პიცა ვარ. არ ვიცი ძალიან პატივიცა. აი ეს რა პრინციპია შენს წინ ვაკეთებენ ამას რომ განახორციელოს ყველაფერი. აუ ის პრევზია. რაცა არა ბიფარი ყველაფერი, რაცა ვარჩიე ყველაფერზე მითხრა რომ არის განგემრიელია. ხო. ანუ კარგია და იმით. და ეს თეთრი რა არის, ოქროსფერი თუ რა. იმივით. ოკეი. ვაუ. კვერცხიც მანდ უნდა დაალახალო? ხო, მგონი. Yes. ვაუ. აუ რე საკეთე. ძალიან ემოციებში ხარ. შენც მეც და საბოლოო ჯამში რა გამოვა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან გემრიელი იქნება, მაგრამ ხა რასაც უყურებ ეს ყველაფერი, ანუ ხორცი, რა ვიცი, კვერცხი, სოკო, არ შეიძლება რომ გემრიელი არ იყოს. აი სოკოები მაინტერესებს იქ რო გაქვს ამარა ხელში. აი, ხო. და როგორ ლამაზად და საყვარლად გამოიყურება უყურე. მოდი, ტრადიციულად მე მგონია რომ ეს არის კოკა-კოლასავით რაღაც. ხოდი ეს გავსინჯოთ, რადგან არ ვიცით და თუ მოგვეწონება მე დარჩენი ავიღოთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გემრიელია. აი ეს არის სოკო, შეხედე რა საყვარელი გაფორმება აქვს უბრალოდ, უყურე რა უცნაურია. აქვე არის კრევეტები, რავი, რაც გინდა შენ თვითონ ამოიჩენ შვედური სამზარეულოსავით, მოიტან მე აქ და ამზადე. ჩანგალი მოითხოვე, ჩანგალი მოითხოვე. ეს მშიერი მოუკვდებით. მოდი ისეთი გემრიელია რომ მართლა შოპინგ ჭირს მე და კამერას თან თითქმის რა ვიცი 24 საათია გარეთ ვარ. ხო და ეს გემრიელად ნამდვილად და ვეტანო საჭმელი. და არა მარტო გემრიელად, ლამაზად. ხო, აუცილებლად რომ სამოხდებით ჩინეთში, მსგავსი ტიპის სამზარეულო დაწესებულებაში აუცილებლად უნდა მიჩაღდეთ, რომ აი ამ ყველაფრით ისი ამოვნათ ესთეტიკურად, გასტრონომიულად, არ ვიცი, ყველანაირად. მიდი. შეთანხმებული უნდა ჩაიცოდო, ჩიფსები შეჭამ, ხო? მიდი ძალიან მაინტერესებს გიყურებ. რა დაინტერესებს ახლა? გიყურებ რა? უბრალოდ შეულებრივი ჩიფსი, უბრალოდ ხელთათმანი როგორ ეგ არის სადა უცნაური რა. ახლა და რაღაც ცოტა ხმამაღლა მომიყევ, იმიტომ რომ ანუ შედი ხარ რა? ხო, აი აქ. 79 iyunis თუ რა. ხო. ადა ერთ ადამიანზე და რასაც გინდა ყველაფერს ჭამ, აი საერთოდ და დესერტი, წყალი ისე ყველაფერს. და მე დეპოზიტს რას გიბრუნებენ უკან? ის ამას იხდი დეპოზიტს, რომელიც მე მეგონა ამ რაღაცა ტრანსლეითებით და რაღაცები და ეს დეპოზიტი იყო მაგიდის რაღაცა სერვისის რაღაცის მომსახურება რა. და დაგიბრუნეს უკან. ეს ცოცხებია. ხორბალია შეღებილი. და მაგრამ ის ნახია. ბრუნეს უკან რა, საბოლოო ჯამში? ხო. საბოლოო ჯამში თითო ადამიანი აი ისე რომ შეხვალ და შეჭამ აბსოლუტურად ყველაფერს და ერთი ადამიანი 70 ხო 30 ლარი დაახლოებით 30 ლარი, იმიტომ რომ 100 იუნი, ამათ იუნი არის 40 ლარი და ნუ ხა 70 რამდენი გამოდის მოკლედ აი ეს. მოკლედ, ეს არის ჩვენი სასტუმროს ბრექვესტი, ხა და აუცილებლად უნდა განახოთ რა გვაქვს დილის საუზმეზე. პადრიჯანი ეს არ ვიცი ნამდვილად რა არის. ეს არის ალბათ ჩინური კომბოსტო, ხო მოვალე ხლა მათ რაღაცა ისევ
წყალმცენარეები თუ არ ვიცი რა არის, არის მაკარონი, ბროკოლი, აი ძალიან დამაინტერესდა ეს დამბალი პურებია. აყურებთ. ეს ვერ მივხვდი რა არის, ქათმის ხორცია გაჩეჩილი. არ ვიცი. იქით არის ხა სუპები, რომლებმაც ასევე არ მიმიზიდა, იმიტომ რომ ვერ მივხვდი რა არის. აი აქ ისევ ამათი რაღაცა მჟავე ცხარე соуსებში ჩადებული რაღაცა არ ვიცი ბოსტნეულია თუ რა არის, არ ვცდილობ, მოკლედ არ ვიცი რა. ერთ-ერთი ვიცი, ეს არის საზამთრო. და აქეთ კიდე მოკლედ რაღაცნაირი ფარატინა რაღაცები, არ ვიცი ისევრები. ხო, ხინკლები. მეორენაირი ხინკლები. და მესამენაირი არ ვიცი რა ქვია. და მეოთხენაირი არ ვიცი რა ქვია. იმ ლოგიკით, რომ იქნებ თამარამ ეს ხინკლები აიღო. ვიცით, გაჭირე. ვერ გავიგე. სტოპარლებია. და იქით კიდე ისევ ბრინჯები და რაღაცეები. ანუ აი ეს ახლა სუცომია. ხო, სუცომია. აი შიგნით ცომია, ვაფშე? ავიღოთ ერთი ცალე. და გავიგოთ. просто თორი მართლა ცომია, გოგო. აი მაგას შეჭამა, ვერა უნდა იშველოს მე რა სხვა ცხოვრება. ეგ რაღა, ბატატა სტაფილო. და კაი, მოდი რა, ისევ ჩვენი ჩვეულებრივი კვერცხი ავიღოთ, ჯობია. და ყავა ავიღოთ, ჯობია. აქაც რაღაცა ესეთი. ეს არის კვერცხი. გაქოფილი რაღაცა ცხელწყალში. მოკლედ ვერაფერი ვერ გავიგე. წავედი ხამას ყველაფერს დავაგემონებთ და არა, ეს მარილხეზებს ისევ. წავედი ისევ ყავას ავიღებ. ყველაზე დიდი ჩვენ პრობლემა არის აი ეს ჩხირები. აი ეს არის ჩხირები, ესეთებს ესეთი ყუთიანი. აი აქედან უნდა გამოიღო. ეს არის ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ჩანგალი არ არის. ეს მაინც გაითვალისწინეთ, ჩინეთში თუ წამოხვალთ, სამოგზაუროდ ჩანგალი იყიდეთ თქვენ და ის წამოიღეთ. ხო, გაგიკეთებ ეს ჩხირები დავდო. მოკლედ, აქედან ნახევარზე მეც დარწმუნებული ვარ, არ შევჭამთ დეგუსტაციისთვის. გვაქვს უბრალოდ წამოღებული რა არის. ვერ ვხვდები. სადღაც 5 წუთის მერე რა ხდება ხა ჩვენ სუფრაზე შეხედეთ. აი ეს ყველაფერი გავსინჯეთ. არ მოგვეწონა კი არა და არ მოგვეწონა 5ჯერ არ მოგვეწონა. ძალიან საშინელი რაღაცები იყო, მართლა სერიოზულად სახელები არ ვიცი რა ქვია. ყველაში მithარის. აი ეს მე მგონი საერთოდ ტოფუ არის, ამათი ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე მყრალი ყველი. დამწნილებული მაკარონი, ეს ძალიან ბევრი რაღაცანაირი წებოვანი ბრინჯები იყო შიგნით და ტკბილი. ესეც რაღაცა ტკბილი ცომი. ეს იძახის თამარა რო პურიაო, ამათიო. ამათი რა, ესეთი პურია უყურეთ, შიგნით როგორი კონსისტენცია. და საბოლოო ჯამში, აი ამ ყველაფრიდან რაც ვჭამეთ, არის ეს გოგრა და ჩვეულებრივი შემწვარი კვერცხი. მოჩესო ეს არის რა, საბოლოო ჯამში მოვედით ამ დასკვნამდე.